პირველ თებერვალს სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის 15 წლის იუბილე აღინიშნა. ღონისძიებას სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლმა უმასპინძლა. პირველი ნაწილი სკოლა გიმნაზიის საიუბილეო თარიღის აღნიშვნას დაეთმო, მეორე ნაწილი კი წმინდა ალექსი სენაკელის შუშანიას სახელობის პრემიის დაჯილდოების ცერემონიას. ღონისძიებები საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით გაიმართა. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გამართული საღამო სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა გიმნაზიის 15 წლის იუბილესა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავს მიეძღვნა. შეხვედრა სენაკის სკოლა გიმნაზიის დირექტორმა ნინო ჯანჯღალამ გახსნა. ღონისძიების მონაწილეებმა სკოლა გიმნაზიის დაარსებისა და ღირსი ალექსი სენაკელის სახელობის ტაძრის მშენებლობის ისტორია გაიხსენეს. შეგახსენებთ, რომ 31 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ალექსი შუშანიას მოიხსენიებს. ღონისძიებაზე საუბარი შეეხო წმინდა ალექსი შუშანიას ცხოვრებას. აღსანიშნავია, რომ 1 თებერვალი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს დაბადების დღეა. ღონისძიების მონაწილეებმა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში შეკრებილებმა მეუფე შიოს ეს თარიღი მიულოცეს. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება უერთდება მილოცვებს. დიდი პატივისცემით ვილოცავთ დაბადების დღეს მეუფე შიოს, ჯანმრთელობასა და მრავალ ჟამიერ სიცოცხლეს უსურვებთ. ღონისძიებას ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, სხვა სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, დირექტორები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე წმინდა ალექსი სენაკელის სახელობის სასკოლო პრემიის 2026 წლის ლაურეატები დასახელდნენ. კონკურსი მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს მხარდაჭერით გაიმართა. როგორც ნინო ჯანჯღავამ აღნიშნა, პროექტის მიზანია წმინდა ალექსი სენაკელის შემოქმედების გაცნობა და პოპულარიზაცია, მოსწავლეებში ლიტერატურული და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა და ახალგაზრდა შემოქმედთა აღმოჩენა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო სენაკის ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეს. ნომინაციაში საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი გამარჯვებული გახდა სენაკის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი სიჭინავა. ნაშრომისთვის წმინდა ალექსი სენაკელის სულიერი და შემოქმედებითი მოღვაწეობა. ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული ნამუშევარი გამარჯვება მოიპოვა წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის მოსწავლემ მაგდა ხორავამ. ლექსისთვის ლოცვა ჩემი ნავსაყუდელია. ნომინაციაში საუკეთესო ფერწერული ნამუშევარი გამარჯვებული გახდა სენაკის კერძო სკოლა ლიცეუმის მოსწავლე მარიამ იოსელიანი. ნომინაციაში საუკეთესო ფილმიან ანიმაცია გამარჯვებული გახდა სოფელ ძველი სენაკის არნოლდ ჩიქობავას სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ჯანჯღავა. დოკუმენტური ფილმისთვის ღირსი მამა ალექსი და მისი სავანე. ნომინაციაში საუკეთესო ფოტოსურათი გამარჯვება მოიპოვა სენაკის სოფელ მენჯის საჯარო სკოლის მოსწავლემ ბარბარე მებონიამ. ნომინაციაში საუკეთესო კალიგრაფიული ნამუშევარი გამარჯვებული გახდა სენაკის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჩიქობავა. ნამუშევარი ღვთისმშობლის შესხმა. ჟიურის რჩეული მოსწავლეები გახდნენ სენაკის სოფელ ეკის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ქარქაშაძე. სამეცნიერო ნაშრომისთვის ღირსი ალექსი სენაკელისა და მისი მოწაფეების სულიერი მემკვიდრეობა. სოფლიო მართლმადიდებლობის საგანძური. წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზიის მოსწავლე ლუკა ზაქარაია ლიტერატურული ესესთვის. სენაკის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი კანკია კალიგრაფიული ნამუშევრისთვის. სენაკის სოფელ ხორშის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი გვასალია ფერწერული ნამუშევრისთვის. გამარჯვებულებსა და ჟიურის რჩეულებს ფულადი პრიზები და სერტიფიკატები გადაეცათ. გარდა ამისა, მადლობის სიგელები გადაეცა კონკურსის ყველა მონაწილეს და სკოლის ხელმძღვანელებს. ღონისძიების მონაწილეები მეუფე იოანემ დალოცა, კონკურსის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მე მინდა აღნიშნო, რომ ის წლების წინ დაწყებული აქტივობა თვითონ მოსახლეობის, რომ აღორძინებული იყო საეკლესიო სკოლები და ახალგაზრდების თაობა აღზრდილიყო ქრისტიანულ ზნეობრივ ღირებულებებზე. ეს დაიწყო 1991 წელს ბათუმში და ხულოში გაიხსნა პირველი სკოლა, თბილისში 92 წელს გაიხსნა კიდევ ორი სკოლა და დღეს საქართველოს ერთი 37 სკოლაა. 10,000-ზე მეტი მოსწავლეა სკოლებში და ყველა მიმართულია
ზაიამ მომთაობის ზნეობრივ ქრისტიანულ შემოქმედებით და პატრიოტული გზნობით. ულოცავ 15 წელი არის სკოლა 30 წელი არსებობს და აი ამ სკოლების ერთობა გადაიზარდეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით განათლების სისტემის გამთლიანება ქრისტიანულ ზნეობის პოზიციებზე და შემოქმედებით განვითარებაზე ჩვენი მოსწავლეების, ჩვენი მომთაობის. გილოცავთ ყველას. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი დღე არის სენაკის ცხოვრებაში. დღეს არის წმინდა ანტონ მარკოფელის სენების დღე, გუშინი იყო ალექსი სენაკელის სენების დღე და განვიხილოთ აღნიშნა ტაძრებში ეს დღესასწაული ალექსი ბერის სენების დღე. და დღეს არის ასევე დაჯილდოება იმ ადამიანებისა, იმ ბავშვებისა, რომლებმაც მიიღეს პროექტში მონაწილეობა. აი ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო ბევრმა ახალგაზრდამ. და შერჩეული იქნა მათ შორის საუკეთესო ახალგაზრდები. და მნიშვნელოვანია რომ გავაზრდოთ ეს მუშაობა ახალგაზრდებთან, რომ მათ შეიყვარონ მამული და სარწმუნოება. დღეს წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. სკოლა ზეიმობს 15 წლის იუბილეს. შეიძლება 15 წელი ვიღაცისთვის იყოს ძალიან მცირე დროის მონაკვეთი, მაგრამ სკოლისთვის დამერწმუნეთ ეს არის ისტორიის დასაწყისი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შევძელით ის, რომ ჩვენ სკოლას ღირსეული ადგილი დაეკავებინა საპატრიარქოს საგანმანათლებლო სივრცეში და ვცდილობთ, რომ ჩვენს ქვეყანას აღუზარდოთ სასახელო შვილები. ერის მომავალი სწორედ განათლებული ახალგაზრდების ხელშია და შესაბამისად ჩვენც ვცდილობთ, რომ ჩვენი წვლილი აგური დავდოთ ამ საერო საქმეში. გარდა ამისა, ალბათ ყველა მიცით, რომ სახელმწიფო და ჩვენი საპატრიარქო აღნიშნავს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. გვინდოდა რომ ეს ღირსშესანიშნავი თარიღები გაგვეერთიანებინა და ჩვენი წვლილი შეგვეტანა აი ამ საზეიმო ღონისძიებებში. ვფიქრობდით, რომ რაღაცა გვჭირდებოდა ცოტა უფრო მასშტაბური, რომელიც გაცდებოდა ჩვენი სკოლა-გიმნაზიის კედლებს და ჩვენი ახალგაზრდების ინიციატივით დაარსდა წმინდა ალექსი სენაკელის შუშანიას სახელობის სასკოლო პრემია. ამ სასკოლო პრემიამ კონკურსის სახე მიიღო და მოიცვა სენაკის მუნიციპალიტეტის როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლები. ჩვენ და სასიხარულოდ სკოლებმა ძალიან დადებითად მიიღეს ჩვენი ინიციატივა, ჩაერთნენ აღნიშნულ კონკურსში და დღეს შედგა ფინალი, ანუ გამარჯვებულების დაჯილდოება. გამოვლინდა 6 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ პრემიით და მეუფე შიოს კურთხევით დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზებითაც. დღეს არის 1 თებერვალი. დღეს არის ჩვენი უსაყვარლესი მეუფეს დაბადების დღე. მეუფე არის ის ადამიანი, რომელიც მუდმივად ჩვენი მხარდამჭერია, ჩვენი თანამოაზრეა, რომელმაც იცის განათლების ფასი და რომელმაც იცის პედაგოგის შრომის ფასი. მე მინდა დიდი სიყვარულით მთელი ჩვენი კოლექტივის სახელით მიულოცო მას დაბადების დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა და თავისი მძიმე ტვირთის ღირსეულად ტარება. მუნიციპალიტეტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღეა. დღეს წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიას 15 წელი შეუსრულდა. აღსანიშნავია ამ სკოლის ჩართულობა მუნიციპალიტეტისათვის, მისი ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო, რომელიც მრავალი თაობა გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლის თითოეული მოსწავლე გამოირჩევა ერთსულოვნებით, გამოირჩევა განათლებით, მათ არაერთხელ ასახელეს როგორც სენაკის მუნიციპალიტეტი საქართველოში, ასევე საზღვარგარეთულ საზღვრებს მიღმა. ეს ყველაფერი ხორციელდება სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე შიო მუჯირის ლოცვა-კურთხევით და ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა მიულოცო მას იუბილე, უსურვო ჯანმრთელობა, ერის მქნევი და რაც მნიშვნელოვანია სენაკის მუნიციპალიტეტისათვის ჩვენს მეუფეს ძალიან დიდი ძალისხმევა აქვს. მინდა მივულოცო სკოლას 15 წლის იუბილე, უსურო ულევი წარმატება. დღევანდელი კონკურსი წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის პრემია, სასკოლო პრემია მნიშვნელოვანი, საინტერესო და მრავალფეროვანია.
ამ ღონისძიების მეშვეობით ძალიან ბევრმა მოსწავლემ შეძლო თავისი შესაძლებლობების გამოვლენა ხელოვნების თითქმის ყველა მიმართულებით. მივესალმები მასშტაბურობას, 15-მდე საჯარო სკოლა ჩაერთო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები და მახარებს ეს აქტიურობა. წარმატებებს ვუსურვებ ყველა მონაწილეს და მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ამ ღონისძიებისთვის და საერთოდ არსებობისთვის. იმიტომ რომ ეს სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია და მიხარია რომ სკოლას სერიოზული წარმატებები აქვს ყველა მიმართულებით. დაბადების დღეს ვილოცავ მის მაღალ ყოვლადურ სამღვდელოებებას, სენაკისა და ჩხოვეწყუს მიტროპოლიტ შიოს და ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს. დღეს სკოლა გიმნაზიაში შეუსრულდა 15 წელი, გვქონდა 15 წლის იუბილეთან დაკავშირებული ღონისძიება, რომელსაც დავკავშირდა კონკურსის ღონისძიებაც. ეს არის წმინდა ალექსის სენაკელის სახელობის სასკოლო პრემია. იგი პირველ რიგში მიზნად ისახავს, რა თქმა უნდა, ალექსის სენაკელის სახელის პოპულარიზაციას და ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას. ასევე მოსწავლეებში ჯანსაღი კონკურენციის უნარის გაღვივებას, მათი ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობას. პირველ რიგში მე უფრო ვილოცავ დაბადების დღეს აქედან. მნიშვნელოვანია ძალიან ესეთი კონკურსების ჩატარება ახალგაზრდებისთვის, რადგან ამით ისინი იღებენ გამოცდილებას და ასევე ცოდნას გარკვეულ თემასთან დაკავშირებით. ეს დაწერა ძალიან კარგი და სამახსოვრებელი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ამით ბევრი რამე გავიგე ასე იგი თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქრისტიანული და ქართული ოჯახი და როგორ უნდა დავიცვა ჩვენი ტრადიციები. სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო. მინდა დღევანდელი დღეს იუბილე მიულოცო მთლიანად სენაკელებს, განსაკუთრებულად დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, საინტერესოა მრავალფეროვანი აქტივობებით და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო სკოლის პროექტი, რომელიც პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო სხვადასხვა საქმიანობები, კონკრეტულად ვისაუბრებ როგორც ჟიურის წევრი, ნამუშევრების გამოფენაზე, რომელიც თქვენ თვითონ ხედავთ და ყველა ჩვენთაგანი ხედავს. ძალიან ბევრი საჯარო და კერძო სკოლა იყო ჩართული ამ პროექტში. კონკრეტული პროექტიდან გამომდინარე ბუნებრივია ყველა მონაწილე გამარჯვებულია, თუმცა არის ისეთი ნიჭიერი მოსწავლეები, რომლებმაც დაიმსახურეს სათანადო, ასე ვთქვათ, რაღაც ადგილები და ნომინაციები. ხაზგასმით ყველა ნამუშევარზე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი შრომა უდებთ მოსწავლეებს ამ ნამუშევრებში. პირველ რიგში ამ მოსწავლეებს ამ გამარჯვებას ულოცავ თითოეულ სკოლას ამ წარმატებას და მომავალში ვიცით, რომ პროექტი ზოგადად მომავალში ტრადიციულად გააგრძელებს ფუნქციონირებას და მომავალში მეტი აქტიურობით ჩავერთვებით ყველა საჯარო და კერძო სკოლები. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ პროექტის ორგანიზატორებს, ვინაიდან ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლეთ და ამაში სხვა მონაწილეებიც დამითანხმებიან. ძალიან გამიხარდა რა თქმა უნდა გამარჯვება, რადგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ, დაგვეხმარა საკმაოდ ბევრ რამეში და ყველაზე მთავარი გავიცანით ალექსი ბერი, შუშანია. გავიცანით მის მოღვაწეობას, მის რთულ გზას და იმას თუ როგორ გადალახა ეს რთული გზები და ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაუხადო ყველას, ასევე ჩვენ სკოლას, მასწავლებლებს და ძალიან კარგი პროექტი იყო. გავიმარჯვე კალიგრაფიის კონკურსში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთი კონკურსები ჩატარდეს. გავსი პროექტების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალგაზრდებისთვის და მე პირადად ჩემი დოკუმენტური ფილმზე მუშაობის დროს დიდი გამოცდილება მივიღე და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ბევრი ასეთი პროექტი ჩატარდება ჩვენს ქალაქში.